გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. დასახელდა 10 სიმღერა, რომელიც ქართულ YouTube-ზე გასულ წელს ყველაზე პოპულარული იყო. რეიტინგის სათავეშია თამარ ალადაშვილის თელავო, 6.5 მილიონი ნახვით. თურქული სერიალების ქართველმა ვარსკვლავმა ნანუკა სტამბოლიშვილმა იმ ძიმე ეპიზოდზე ისაუბრა, რომელიც სერიალ ემანეთში მის გამოჩენას მოყვა. პირველივე დღეებიდან გვერდში დამიდგნენ ჩემი ქართველები, მეტირება ამას რომ ყვებით თქვა მსახიობმა. მომხერალმა დათუ ნასირბილაძემ შეყვარებულს ხელი სთხოვა აჩიკო ნიჟანაძის სიმღერის ფონზე. მის რჩეული მარიამ ჭუმბურიძეა. ხალისიანი ახალი წელი ჰქონდათ რეალიტი შოუ ჰაუსის მონაწილეებს. დეტალურად რა ხდებოდა შოუში პრაიმ ტაიმის გვერდიდან შეიტყობთ. ქართველი ჩემპიონები ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ახალ წელს ესპანეთში ერთად შეხვდნენ. ახალ წელს პარიზში შეხვდა ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. 2025 წელი ჩემთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იყო, დაწერა სოციალურ ქსელში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფი BTS-ი ახალ ალბომს 2026 წლის 20 მარტს გამოუშვებს, რის შემდეგაც მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.